რამ გამოიწვია ჩავარდნა ესპანეთის და თურქეთის ნაკრებებთან, რატომ იყვანდა ოთარ კიტეიშვილი მერიხ დემირალს და მთავარი შეკითხვა. უნდა წავიდეს თუ არა ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრებში. კი. მოგესალმებით. თქვენ უყურებთ მორიგ ეპიზოდს სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა და შევიკრიბეთ ბუნებრივია ყველაზე მნიშვნელოვანი თემის განსახილველად საქართველოს ეროვნული ნაკრების ოქტომბრის შეკრება, რომელიც დასრულდა ძალიან ცუდად და მე დეტალზე ვისაუბრებ ირაკლის არალიძესთან და რეზიკოევასთან ერთად. მოგესალმებით ბიჭებო და მივესალმები კიდევ ერთხელ მაყურებელს. როგორ ახართ? როგორ ვართ და აი წინა სანაკრებოს მერე რო შევიკრიბეთ აქ მოხუცები და რო ვიბუზღუნეთ, აი ეგრე ვართ ეხლაც მე მგონი. ჩაწერამდე ეგეთი პირი უჩანდა. კი ბატონო. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოყვეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, Instagram-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე, გაგვიკეთოთ დონაცია, ყველაფრის ლინკი მოკლედ არის აღწერაში და მადლობა მინდა უთხრა სახელოსნოს და ლუის პირადად იმისთვის, რომ დაგვითმოეს ძალიან კარგი სივრცე და შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ შევიკრიბოთ და ვფიქრობ იმ თემებზე ვისაუბროთ, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში აინტერესებს ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ ესპანეთთან მატჩით, იმიტომ რომ კალენდრითაც პირველი იყო მარცხი ესპანეთთან და ორაზროვანი დასკვნები გამოვიტანეთ, ასე ვთქვათ. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ესპანეთთან უბრალოდ შევინახეთ ენერგია და მთავარი მიზანი იყო ის, რომ დიდი ანგარიშით არ წაგვეგო, თუმცა რეალობამ ცოტა სხვა შტაბეჭდილებები დაგვიტოვა. დავიწყოთ მოკლედ ესპანეთთან ესპანეთის ნაკრებთან მარცხის განხილვა. რომელი დაიწყეთ ესპანეთთან თამაშით დავიწყოთო მაგას სიტყოდი თუ არა, იმიტომ რომ იქ თამაში საერთოდ არ ყოფილა. ეგ იყო თამაშით. თამაშით. კი. 33 პასი იყო 38-18 წუთზე რა ჩვენს. ანუ წუთში ერთი პასი არ კეთდებოდა. ანუ პასი ხო ის აი გორეთ. პასი ხო იცი? ანუ 30 წუთში ერთი არ გაკეთდა. 38 წუთს. ბოლოს 108 გამოვიდა, ანუ დამატებითი დროს თუ ანუ მე მგონი გადავაჭარბეთ წუთში ერთი პასი იყო. ხო, წუთში ხო. საშუალოდ 1.1 პასი იყო. ერთი დარტყმა აი სადღაც ეს რო იყოს ესპანელების კარიერა, ეს სადღაც აქედან. და всё. არა, ნუ ესპანეთი ოკეი, გასაგებია. ნუ ხო 5 მცველით იყო ესპანეთთან თამაში, იდეაში რასაც ითხოვდა მაინც შემატკვირებიც საექსპერტო წრეც, მაგრამ ანუ საერთოდ არაფერი არ შეცვლა ამ 5 მცველზე გადასვლით, იმიტომ რომ ძალიან მარტივად იხსნებოდა ეგ დაცვითი ბლოკი, ხაზებს შორის პასები მეორე ტემპით როცა შერბოდნენ საჯარიმოში, თუ უნდათ პოულობდნენ იმ ფეხბურთელს ესპანელები და ნუ ამ ორი თამაშის ჯამში ერთი ნათელი წერტილად შეიძლება იყოს, ამ ამარდამ კარგად ითამაშა ეს. და პენალტი აუღო ფერან ტორეს. პენალტი აუღო და კიდე ბევრი ბურთი იყო. ხო, ხუთი მცველის ერთ-ერთი მთავარი პლუსი შეიძლება იყოს ის, რომ მაქსიმალურად უკან ხევ დაცვის ხაზს და აზღვევ იმას, რომ ზურგს უკან გადაკიდებული ბურთები არ გადაგივარდეს. და აქ აბსოლუტურად სხვა მოხდა. გადავარდა. რამდენჯერმე. პირველი გოლი ამას მოყვა იდეაში და იქ პედრი, არ ვიცი ხა პედრი იყო ამ ესპანეთის ნაკრების მთავარი მამოძრავებელი ძალა, ასე ვთქვათ. პედრის რო არ უნდა დაუტოვოს ზედმეტი სივრცე, იმიტომ რომ ან დაგირტყამს გაგიტანს, იმიტომ რომ შვენიერ დარტყმა და ან რაღაცა გენიალურ პასს გააკეთებს. და იქ პედრიმ როდესაც მიიღო კუთხურიდან გადმოვარდნილზე, ამოვარდა მთელი საქართველოს ნაკრები და პედრიმ ძალიან მახვილგონიურად ჩაკიდა ბურთი ლენორმანზე და იქ მერე პინომ გაგვიტანა. ეს ერთი. მერე მეორე პენალტის ეპიზოდი ზურგს უკან გადაკიდება იყო და კიდებდნენ ხოლმე ზურგს უკან, იმიტომ რომ ეს ანუ ჩვენი დაცვა თითქოს რითაც ვიწონებდით იდეაში თავს, მაშინ როდესაც უკეთესი დროება გვედგა, რომ 5 მცველით გაცილებით სტაბილურად გამოვიყურებით, დაცვით ხაში როგორც მინიმუმ, ეს მითი მომენტალურად ჩამოიმსხვრა, ასე ვთქვათ. ნუ აი დაახლოებით ესე გამოიყურებოდა, ხო? ანუ ეს 5 მცველი ხო იდგა. ეს სამი საყრდენ იდეაში თამაშობდა სადღაც ცენტრისკენ. ესენ შემოდიოდნენ. ნუ ეს ორი რეალურად რეალურად ცენტრი იყო გადაკეტილი. ცდილობა იყო, ფლანგები იყო სულ თავისუფალი, იმიტომ იყო პორო აწვდიდა და იქით კუკურეიაც თავისუფალი იყო, ოღონდ ამ ცენტრშიც თუ უნდებოდათ ესპანელებს რავი პოულობდნენ თავისუფალ ფეხბურთელს რა, პედრი იპოვეს ამდენჯერმე და ამწვა ყოველთვის და ნუ სხვაებიც ოიარსაბალიც იხსნებოდა და რაღაც ასე შემდეგ. მოკლედ
ну არ ვიცი ეხა პოსტფაქტუმ ძალიან მარტივია მაგაზე მსჯელობა რომ რა უნდა გვექნა და მაინც განწირული ვიყავით ესპანეთთან. ну მე მესმის რომ თქვათ რაღაც ამ ჯგუფში ჩვენთვის იყო ნაკრების პროგრესის საზომი უნდა ყოფილიყო თურქეთთან როგორ ვითამაშებთ. ბულგარეთი არ არის ჩვენი დონე უკვე ბულგარეთს გავასწარით. მარტივად ვუგებთ ბულგარეთს სომხეთს ეგეთებს. ესპანეთს არ არის ახ ჩვენი საზომის დონე, ესპანეთი ბევრად წინ არის. ამიტომ ну უბრალოდ აი რაღაც ძალიან დიდი რაღაც უსუსურობის შეგრძნება იყო ცოტა შემაწუხებელი ესპანეთთან თამაში, როცა ну თითქოს რაღაც წაგებული გახვედი თავიდანვე და იყო რა ზუსტად ანუ ნახე როგორი თემა ჩვენ წინა გადაცემაში რომ საუბრობდით ну ახლა მესმის ესპანეთს ყავს 5 შემადგენლობა ისეთი რომ საქართველოს დონის ნაკრებთან ტოსწორად კი არა უკეთ ითამაშებს ხო ამისთვის შეიძლება დასჭირდეს ერთი ფეხბურთელი რომელიც მაგალითად შეიძლება იყოს პედრი და მაინც თამაში აწყოს მაგრამ რეალურად როდესაც შევხედავთ გუნდების შემადგენლობებს ფურცელზე და მათ აკლიათ 7-8 ფეხბურთელი თან სასტარტოს ფეხბურთელი ანუ ცალსახად ლიდერი ხო შესაბამისად ჩვენი თავარი მოლოდინი რატოც რაღაცა პოზიტიურად განვეწყვეთ და თქვა კიდეც რეზიმ რომ ყველაფერი თუ კარგად წაგვივიდა მარტო იმ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ დადებით შედეგზე ხო ჩვენ თავარი მოლოდინი იყო ის რომ ამ ესპანელებს რაღაცას ანუ გავუპრობლემებდით რა ხელშეუშლიდით ბრძოლა იქნებოდა თუნდაც რაღაც უხეშად ვითამაშებდით მომენტებში ჯარიმასაც აღარ ვიღებდით იმ ყვითლების შიშით მესმის რო ეგ დავალება იყო რომ ფრთხილად იმიტომ რომ რაღაცა რამდენიმე დღეში ფინალი გაქვს მაგრამ იქ იყო მოდი ახლა ჩვენ გავიდეთ და აი დარწმუნებული ვარ რომ ესპანეთმა ხო დაგვიტყა 7 ჯერ კარში 5-მა მარდასეივი იყო 2 გოლი გაგვიტანეს ესპანეთს როს დომოდა რომ მოიგო 8-0 მაგალითად 7 ჯერ კი არ დაგიტყანდა კარში დაგიტყანდა 27 ჯერ ну იმიტომ რომ ხო ანუ დაცვის ბლოკი რაღაც რაც უნდა რაც ევალებოდა იდეაში ამ სიმჭიდროვეს ну თავის ვერ ქმნიდა იმ სიმჭიდროვეს მოკლედ რა ესპანელები პოულობდნენ თავისუფალ ფეხბურთელებს სადაც სურდათ იქ პოულობდნენ ამ თავისუფალ ფეხბურთელს პედრო პორო რო გადიოდა ფლანგიდან შესაძლებლობა აწვდიდა საჯარიმოში და იქ მერინო შერბოდა მეორე ტემპით და მეორე ტემპით როცა შერბის უკვე მცველი ვეღარ უცელს უჭირს მისი გაკონტროლება მოძრაობას ის თავიდანვე საჯარიმოში არ არის ну არა ну ესპანეთი ახლა მაინც ესპანეთზე დიდად სანერვიულო ამბავი ჩემი აზრით ეგ მაინც არ არის რა იმიტომ რომ ძალიან მაგარი სისტემური გუნდია წინა გადაცემაშიც ვთქვით ეგ რომ კი შეგვექმნა ეს რაღაცა პოზიტივი და კი რაღაცა და აბა იამალი გაიტრავა აბა როდრი აბა ის აბა რაღაცა და იქნებ ჩვენც წაგვივიდეს მაგრამ ну რეალურად წინა გადაცემაში ვთქვით რომ არ აქვს მნიშვნელობა ესპანეთში სისტემა იმდენად აწყობილია რომ U16-ის მოთამაშე რო ჩააყენო იგივეს ითამაშებენ უბრალოდ იმას ექნება 2-ით მეტი უზუსტო პასი რა ანუ ეს ორი კაცის ჩარბენი მესამე კაცის ამა ძოგს უკან შემოსვლა ანუ მერინოს სადაც ზუსტად იცოდნენ ვინ უნდა გახსნილიყო, სად უნდა გახსნილიყო, ორი მოთამაშე ჩაიტყუებდა ამ დაცვის ხაზს, ხაზებს შორის მერინო შევარდებოდა, ან ოიარზაბალი ამოვარდებოდა, ან ვიღაცა შევიდოდა, ვისაც უნდოდათ და ნუ ეს პედრი საერთოდ ის არის, რავი, მე მაქვს ესეთი იდეა. ამ იდეას ვიტყვი რა, პარემ. რომ 7 წელიწადში პედრი ინიესტასაც აჯობებს და ჩემი აზრით კარიერის ბოლოს, აი ზუსტად ტაფსონასთან ვსაუბრობთ მაგაზე all time საუკეთესო ნახევარმცველი. თავარი ტრამვები არ ამები თუ არ მიიღო, რა თქმა უნდა, აი ესეთი განვითარება წავიდა და. არ თანხდებით ხო, რომ ნუ ესპანეთი არ იყო ახლა ეს. საკმაოდ თამაში უბრალოდ ხო და ან ჩაჩი ხო ვაყარო, ცუდის ხო დაგვიტოვა შეგრძნება, პანიკის შეგრძნება ხო დაგვიტოვა, რომ რაღაც ისე ვერ არის. რომ ეს არ იყო ის რომ აი თამაში ახლა დავსკიფეთ და თურქეთთან მივიქნებით აი შეუჩერებლები ხო ის ცუდის დატოვა ძალიან იმიტომ რომ რაღაც ძალიან უსუსურობა ნახე აი რავი სან მარინო თამაშობს ასე და გიბრალტარი და ხო ანუ არა პროფესიონალების გუნდი თამაშობს ეგრე რა და ნახე მერე ჯერ ხო ეგეთი მეგარი არ ყავს და უშვებენ 8 და 9 გოლს ნახე ესპანეთმა ხო აგვიღო და დაგვანარცხა მიწაზე რეალურად რა მაგრამ როდესაც ამ თამაშის მერე 3 დღეში თურქეთთან გელის ფინალი. ანუ ფსიქოლოგიურად თურქეთის წინ კონდათ ის განწყობა, რომ ის თამაში უკვე დავიწყებულია და ეხლა რაღაცა ახალი ფურცელი. ანუ მე არ მქონდა ეგ. ანუ ნახე ცოტა უფრო შორიდან რომ შევხედოთ ეხლა და არ უყუროთ იმას, რომ თურქეთთან რაღაც სასწაულად წავაგეთ და ძალიან გაბრაზებული ვარ. იდეაში ესპანეთთან თამაშამდე რაც გვინდოდა კი საშინე აი ვერ ვითამაშეთ
მაგრამ რეალურად ის შედეგი მივიღეთ, რაც გვინდოდა, ეს ხანში წავაგეთ, რაც შეიძლება ცოტა ბურთით. მაგრამ შეიძლებოდა რომ რა გაგვეშვა, ესპანეთს რო ქონოდა ის სიტუაცია, რაც ამ წუთას აქვს იტალიის ნაკრებს, საქართველოს კი არა, ვინც არ უნდა დაუყენო, შეუძლია რომ მოიგოს რა, შეუძლია რომ 10-ით გამოვიდეს და 10-ით 0 მოიგოს თუ ჭირდება. უბრალოდ აქ არ ჭირდებოდა, ჩვენც დიდად არ გავაღიზიანეთ, არ გავაბრაზეთ. მეორე გოლ გავშტარ, გავიყვანეთ ლიდერები. ხო, და იმას, ანუ საბოლოო ჯამში იდეალური შედეგი არ დადგა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი შედეგი იყო ის, რომ საშინელი თამაშის მიუხედავად, ქოჩორაშვილმა არ მიიღო ყვითელი, კვარაცხელიამ რაღაცა ტონუსი იპოვა, ითამაშა მიქაუტაძეს არ ამგონი. მიქაუტაძეს იყო? რამდენიმე ყვითელი იყო. არ აქვს ხა დიდი მნიშვნელობა. ხო, ეგ თურქეთთან არ აქვს მნიშვნელობა. ხვიჩამ ტონუსი იპოვა, ქოჩორაშვილი არ გაყვითელდა მაქსიმალურად. ხილი იყო, ქონდა მიქაუტაძეს. კი, თურქეთთან საშინაო თამაში მიუღია ყვითელი. ხო. და ოკეი. ყველაფერი რიგშია რა. იკა მანდ მოყვები, მაგრამ ნახე, აი რასაც ირაკლი ამბობდა, კადრს მიღმა ირაკლი ვინც ყავს. ნახე რას ამბობდა, მანდ ესპანეთთან რო წააგო, ეგ სირცხვილი არ არის სოფლიოში არც ერთი ნაკრებისთვის, მაგრამ ესპანეთთან თამაშში რაღაცა განწყობა უნდა შეიქმნა ისეთი, რომ ემოციურ ფონზე წახვიდე მე თურქეთში და თურქეთში თამაში მოიგო. ანუ ესპანეთთან თამაში ვნახეთ ამ ფეხბურთელების თვალებში ჩამქრალი ცეცხლი, რაც თვითონ ოთარ კიტაიშვილმა თქვა, მაგალითად თურქეთთან თამაშის წინ და გაიგე? მესმის რომ იმ ყვითლების შიშით რაღაცა ვარდნას ვერ აკეთებ გაბრაზებულზე, როდესაც აგებ. მაგრამ ანუ ესპანეთი ესე გიგორავებს ბურთს, კი ბატონო, დილანტე აგორავებს პედრი და ზუბიმენდი ბურთს, არ არის მათთვის პრობლემა, უბრალოდ შენ უნდა შეიქმნა განწყობა. კიდევ ერთხელ ამბობ, ესპანეთთან 2-0 წააგებ თუ 5-0 წააგებ, ეგ მეორე საკითხია. და კი, მოდი თქვათ რომ რა კარგია 2-0 წავაგეთ ესპანეთთან. უბრალოდ იქ ემოციურ ფონზე უნდა ყოფილიყო ჩვენი განწყობა ისეთი, რომ დარწმუნებული ყოფილიყავით გულშემატკივრები იმაში, რომ სამ დღეში ახლა ეს ბიჭები გადაფრინდებიან თურქეთში და იქაც იომებენ, ასე ვთქვათ. თურქეთში რა ომი იყო, გეხვეწები? 1-0 გაიყვანა თურქეთს ანგარიშს და ჩამოვიშალეთ. დაიმსხვრა ჩვენი გუნდი რა. ანუ მაგიტომ იყო რომ მე ბევრს მოусმინე, ვინც ესპანეთთან თამაშის შემდეგ ვისაუბრო და ბევრს დარჩა ის განწყობა, რომ 7-1 რომ წავაგეთ, იქ უფრო რაღაცას გავდით რა. ბოლო-ბოლო წვიმდა მაინც და ვიტირეთ მაინც. აი, ეგეთი რაღაცებიც ქმნის ჩემი აზრით განწყობას რა. მაგაში მირჩევნია რომ ვიღაცა გააგდონ წითელი ბარათით და ვიგრძნო რომ ფეხბურთელი განიცდის იმ მარცხს, ვიდრე ის რომ ვუყურო როგორ ათამაშებს ბურთს ესპანეთის ეროვნული ნაკრები და ჩვენიანი არც კი ცდილობს ხელი შეშლას, იმიტომ რომ ვაიდა ეხლა კაცი არ მომიტყუონ და 5-0 არ წავაგო. მაგრამ პრაგმატული კუთხით ისე გამოვიდა, მაგრამ აი პრაგმატიკა დაგვენგრა. ხო, პრაგმატიკა მერე დაგვენგრა რა. ანუ განწყობა გასაგებია, რაღაცა მსგავს ესპანეთს რა, ეს ესპანეთი ხო არსად არ აქვს რა, არც რაგბში, არც კალათბურთში, არსად არ აქვს. აი მართლა რა ვერ მოვიშორეთ რა. იმ კალათბურთში მოუგეთ საჭირო თამაშები. რაგბში ეხლა ამ თამაშის შურს იძიებენ რომ მოგვიწევს. ესპანეთს ხო სულ უგებთ რაგბში. იკა დაგვიდასტურა რომ სულ უგებთ ესპანეთს. სულ უგებთ. მოვიდნენ ამ ფეხბურთში ერთხელ გაგძვრა თავის დროზე და დანარჩენ თამაშებში ყველგან მაგრად გვიგებენ. ოკეი. კარგი, დავიდეთ მე მოსულზე. ანუ განწყობა, ანუ მე სხვა პრობლემა მაქვს ესპანეთთან რა გავაკეთეთ. ბევრ თამაში გამოჩნდა, აი თან გადასვლა რომ გამოგვივიდეს თურქეთთან. ბევრ თამაში გამოჩნდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გამოყენება გვიჭირს. ეგ ხო მოგწოდეთ თემა. ერთ დღეს ვიძახით იმას და აბსოლუტურად ლეგიტიმურად ვიძახით იმას, რომ უახლოს მომავალში ხვიჩა კვარაცხელია თუ ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, მინიმუმ ალბათ ხუთეულში შევა. ეგეთი მოთამაშე ყავს. ყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე. გიორგი მამარდაშვილი. ყავს თავდამსხმელი, რომელშიც ძალიან დიდი ისტორიის მქონე გუნდმა გადაიხადა 40 მილიონი. ანუ რეალურად ბირთვი ყავს, რომელზეც შეგვიძლია რომ ავაწყოთ რაღაც. თავი დავანებოთ ქოჩორას, კიტეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა უყურე, ვერ ვიყენებთ კვარაცხელიას. ეს ხო რაღაცა აი
არ უნდა არსებობდეს ასეთი სიტყვა შეთანხმება. როგორ შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია ვერ გამოიყენო? ტიპი არის სოფლიო დონის ტალანტი, სოფლიო დონის ვინგერია, მაგრამ ჩვენ ვერ ვიყენებთ. რატო? იმიტომ რომ ვერავინ ვერ ეხმარება ფლანგზე. ბოლო 4 თამაშიდან ალბათ იყო დაახლოებით 9 საათიანი მონაკვეთი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გამოვიყენეთ ისე როგორც საჭიროა და კინაღამ თურქეთს დაუხამბექეთ. რა მოხდა? მარცხენა მცველად გამოვიდა აზაროვი. გასაგებია რომ უთამაშებელია. აი, რამდენი უნდა გქონდეს ნათამაშები, რომ ნაკრებში მოხვდე. მე მაქვს ეგეთი კითხვა. აი, რამდენი უნდა გქონდეს ნათამაშები? ანუ ეგრეთ მინიმუმ 3 თამაში? ქოჩორაშვილის არ არის ძირითადი კაცი. ხო, არა. კიდეიშვილსაც ტრამვები აქვს. დაცვაშიც ახლა გოგლიჩიძე სამზეზის რა. ბოლო თამაში სამი თამაში სამზე. ჩემი აზრით, მოთამაშემ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან თამაშობს და აკეთებს ასისტს, მაგდონის მოთამაშეა. რამდენი უწევს? ერთი კვირა მოსამზადებელი რომ გაიაროს და ერთი თამაში რო ითამაშოს 90 წუთი, თურქეთთან შეუძლია რომ გამოვიდეს და ითამაშოს. მაგაში მეთანხმებით? ესპანეთთან, ნახე, უკან რო დაუბრუნდეთ. ესპანეთთან ხო ვიცოდით რომ კაი ქართველები ვართ, მაგარი ოპტიმისტები ვართ, თან რაღაცა ეს გქონდა წინაპირობა ამისი, მაგრამ რეალურად ახლა ჩვენ შეიძლება გქონდეს ოპტიმიზმი, მაგრამ ვილი სანიოლის გამოცდილების მქონე ადამიანი ხო უნდა ხვდებოდეს იმას, რომ ძალიან რთულია რომ ესპანეთში ჩახვიდე და სამქულაზე ითამაშო. გასაგებია რომ თამაშობდით იმაზე რომ რაც შეიძლება, ანუ ფრეზეც არა, რაც შეიძლება ცოტა გაუშვათ. ხო შეიძლებოდა რომ ვიცით რომ ირაკლი აზაროვთან ერთად ხვიჩა კვარაცხელი არის ბევრად უკეთესი. ხო არ ჯობდა რომ ეთამაშა ესპანეთთან. იმიტომ რომ თურქეთთან გამოვიდა გოჩოლეიშვილი, რომ ხო ესპანეთთანაც იყო. თურქეთთან გამოვიდა გოჩოლეიშვილი, რომელიც არის ძალიან ჩქარი მოთამაშე, მაგრამ საერთოდ ვერ გამოვიყენეთ. იმიტომ რომ ცენტრში ვერ დავიჭირეთ ბურთი. ანუ როდის უნდა დახმარებოდა ემას რა ქვია ხვიჩას ან მიქაუტაძეს როდის უნდა წასულიყო ზევით თურქეთზე ბურთი არ ვისაუბროთ ჯერ და მე რაღაც ამ სისტემური თურქეთთან დადებებს ამბობდა უბრალოდ ვერ დაგეციე არა უკვე ეხლა შევკრავ ყველაფერს ანუ იქ არ ვათამაშეთ აზაროვი აქ ვათამაშეთ გოჩოლეიშვილი და პირველივე ბურთი იყო მაგისი ბრალი იმიტომ რომ შეუცვალეთ პოზიცია მერე და მერე უკვე ავიჭერით და ავიჭერით ხო და რატო არ გამოვიყენეთ ესპანეთთან თამაში იმისთვის მე ჯერ კიდე ესპანეთზე ვარ ოღონდ თან გადმოვდივარ რატო არ გამოვიყენეთ ესპანეთთან თამაში იმისთვის რომ თურქეთთან მომზადებულიყავით და არ გვექნა ის რაც ვქენით ანუ აიგარი კითხვა ნახე შენ თუ ამ შეკითხვას სვამ მარტო ირაკლი აზაროვის და გოჩოლეიშვილის ჭრილში მაშინ ეს ერთი საკითხია მაშინ მომზადე თუ არა და მაშინ გულისხმობ ესპანეთთანაც 4 მცველად ვარ ვითამაშეთ არა აზაროვი რატო არ თამაშობს იცი რა მე და რატო გადმოვიყვანეთ აქეთ შენ რო ამდენი არც გელაპარაკა მე ერთადერთი მოსაზრება მაქვს მაგაზე და ჩაწენამდე ვსაუბრობდით გოჩოლეიშვილმა წინა გადაცემაში ხო ვთქვი რომ ძირითადში უნდა იყოს უბრალოდ ძირითადში უნდა იყოს მის პოზიციაზე გოჩოლეიშვილს მარცხენა მცველად ნათამაშები აქვს კლუბში არ აქვს ნათამაშები კოპენჰაგენშიც იყო მარჯვენა მცველი შახტარშიც იყო მარჯვენა მცველი და ჯვარისწერია ჰამბურგშიც არის მარჯვენა მცველი და ძირითადის ბუნდესლიგაში მარცხენა მცველი ნაკრებში ყავს ერთი ეს არის ირაკლი აზაროვი 4-ში იქნება თუ 5-ში იქნება მარცხენა მცველი უნდა იყოს მემარცხენე რატომ როდესაც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ძალიან კარგად იციან ჩვენი მინუსი რომელიც არის ბურთიანად ამოსვლა ამ შემთხვევაში ჯობია რომ ცაციამ ამოიტანოს ბურთი იმ პოზიციიდან ვიდრე მემარჯვენე გოჩოლეიშვილმა აი ჩვეულებრივი ადამიანების ყოფით ცხოვრებას ეს რო შევადაროთ წარმოიდგინეთ რომ ეროვნულ გამოცდაზე მიხვედით შეხვედით რაღაცა თემის საწერად და უცებ გეუბნებიან რომ მარჯვენა ხელით კი ვერ დაწერ ცაციათ თუ ბუნებრივია მემარჯვენე ხარ იმიტომ რომ ბურთის ამოტანაც კი უჭირს ნახე დგას ზურგით მარცხენა მცველი და ბურთს აგდებს ცენტრისკენ სადაც ცენტრში კაცმა არ იცის რა მოხდება და მემარცხენე მაგალითად ირაკლი აზაროვი ატარებს ამ ბურთს და მარცხენათი ფლანგზე გადააქცაც ნაკლები ხიფათი შეიძლება იყოს და ყველაზე მთავარი იქა შენასაც ამბობ იქ ხვიჩა კვარაცხელია ანუ ბურთი ირაკლი აზაროვმა შეიძლება აუტის ხაზის გასწვრივ გაუყოლოს და გადააგდოს იქ სადაც ხვიჩა იბრძოლებს შეიძლება ის ბურთი დაიკარგოს უბრალოდ მარჯვენა მცველი რატო თამაშობს
მარცხენა მცველად ამას ვერ ხვდები და ჩემი აზრით გიორგი გოჩოლეიშვილი მზად არის იმისთვის რომ ოთო კაკაბაძე გადავსვათ ცოტა ხანის სკამზე და დადგეს ძირითად შემადგენლობაში, იმიტომ რომ კარგად თამაშობს ეს ბიჭი და ეხლა მასე ვიღაცა ვინც კარგად თამაშობს ცენტრალურ მცველად რაღაც გუნდში და ჩვენ ცენტრალურ მცველები ძალიან მოგწონს, იმას ანიშნავს რომ მოვიყვანოთ და ფორვარდად დავაყენოთ, ხო? ანუ ფეხბურთელი პროდუქტიული არის მის პოზიციაზე. სადაც თამაშობს, ვარჯიშობს და ასე შემდეგ. ზოგადად ან სულელი ხო არა გვარდიოლა და ლუის ენრიკე და ისე რომ აქეთა ცენტრალურ მცველსაც კი საციას ითხოვენ, იმიტომ რომ ასის კუთხე არის სხვა, როცა მემარჯვენე იღებს ბურთს მარცხენა ფლანგზე როცა თამაშობს მოძრაობა ჭირდება. უწევ აი ესე იღებს ბურთს. მაქსიმალური დიაპაზონი პასის აქვს, აქეთა მხარეს ძალიან შეზღუდული აქვს. აქეთ შეიძლება დიდი ალბათობა რომ ჩაუკეტონ, აი უკეთებს უკან. ისევ ცენტრალურ მცველს და დაცვა იწევს ისევ უკან. და ისევ პრესინგში ხრები მოწინააღმდეგის. ეგა თავარი პრობლემა. და პლუს ეფექტური ვერ არის გაქცევაზე, რომც გაიქცე რომ გადახვიდე შეტევაზე, კარგად ვერ ჩაგიწვდის. იმიტომ რომ შემოიტანოს ცენტრისკენ და რაღაც და ბურთს რეზე აგდებს. აი თურქეთის მაგალითი თქვათ რა, რადგან 4 მცველი თქვათ, გოჩოლეიშვილი, ორი ვარიანტია გოჩოლეიშვილს, ან დააბრუნოს ბურთი მამარდაზე, ან ბურთი, აი ნახე, იქიდან ახლა მემარჯვენე, საით წაიღებს იმ ბურთს, შეაგდებს შუისკენ, ხო? და შუისკენ დიდია შანსი რომ იქიდან გამოვყოს ვინმე. და ჩალხანოღლუ, რომელიც ანუ ტიპი არის პროფესორი იმაში, ბურთის ჩაჭრა და ამ ბურთ, ანუ ზედმეტი მოძრაობა არ ჭირდება ჩალხანოღლუს იმაში, რომ ეს ბურთი გაანაწილოს მერე. ნუ ისედაც ახლა ისთვისაც გვინდა, ხო? ეს მცველი აქ რომ ხვიჩას დაეხმაროს და თქვათ რა მოხდება, ხო? შეტევაში წავიდა, ხო? ხვიჩამ წავიდა, აქეთ გადაიყვანა ხალხი და გაუკეთა პასი. ეს მაინც ვერ ჩააწვდის. იმიტომ რომ მარცხნივ ვერ აწვდის. ერთი ის კინაღამ გოლი გაიტანა, აეჭრა ფეხზე, თორე ის კარგად კი არ ჩააწვდა. თვითონაც კი მაგ მომენტზე გამეორება თუ დააკვირდით. ხო, კარისკეს უარი ყურება. ხო, ესე გამეორეს, ანუ სახით ხედავდით გოჩოლეიშვილს და ეს რო ჩააწოდა თავი გაწია ჩაწოდების მხარეს, ანუ ბუდუი ეგულებოდა ეგ და ბურთი წავიდა კარისკენ და მეკარეც კი არ ელოდა მაგას, ანუ მეკარე ისე იყურებოდა რომ იცოდა რომ ეგ იყო ჩაწოდება და არა კარისკენ, ანუ სრულიად შემთხვევით კინაღამ გოჩოლეიშვილმა გოლი გაიტანა. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარები დაგვიწერეთ, იმიტომ რომ მართლა გვაინტერესებს. შეიძლება ჩვენ ვცდებით და ვიღაცამ რაღაცა რკინის არგუმენტი მოიტანოს. მე ცალკე ვისაუბრებ კიდე ერთ თემაზე, თუ რამე გინდა თუ. არა, თურქეთთან კიდე ერთი ისევ აი გოჩოლეიშვილის ამბობ. ნახე თელი თავის კარიერა გოჩოლეიშვილი მოედანზე როცა დგას უწევს რომ აქეთ აკონტროლოს დაცვის ხაზი და აქედან გაყვეს. აქეთ ყოველთვის აქ აუტის ხაზი და აქ ნუ კაცი არის თუ არა შემორბენზე მიდის თუ არა მაგას აკონტროლებს. მარცხნივ რო გადაწიეს უკვე აქეთ უწევს. აი ხო ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ დებილური დეტალიაო მაგრამ რა დებილური და ტიპი რასაც არის შეჩვეული, ანუ სულ მთელი ცხოვრება რასაც აკეთებ, წარმოიდგინე. ხო, რასაც აკეთებ, იგივე აი ეროვნულის თემა, მაგიტო ჩარჩა თამაშგარის ხაზი, მაგიტო ვერ დაიცვა, რომ აი ორიენტაცია ზუსტად. აქედან ეხლა პოსტფაქტუმ რო უყურებ, ძალიან მარტივია, მაგრამ რეალურად თან ტელევიზორში სხვა ხედი რო გაქვს. რეალურად წამში როცა ხდება, ანუ ფეხბურთი უკვე იმ სისწრაფეებზე რომ წამიც აღარ, ანუ უკვე არდა გიულერი, რეალის სასტარტოს მოთამაშე, ინტერის სასტარტოს მოთამაშე და იუვენტუსის სასტარტოს მოთამაშე რო გიტევენ, წამიც აღარ უნდათ იმათ. წამის ალბათ 3/10 ყოფნით, რომ ოპა, შეცდომა დაუშვი და ეგრევე პირველი გოლი საერთოდ ის იყო რაღაც. მაგაზე ორივე სკრინს ჩავსვამთ ირაკლის გადაუგზავნე უკვე. პირველ გოლზე, როდესაც ილდიზი აი აბსოლუტურად თავისუფლად მიქაუტაძე არის ალბათ 2-3 მეტრში დაახლოებით ბარდაკჩიდან, როდესაც ეს ბარდაკჩი შეხედავს, დაინახავს ილდიზის მოძრაობას და ილდიზი, ნუ ჩვენი დაცვა ხაზზე საუბარი ზედმეტია. აქტურ ტოღლუს ამოყვანილი ყავს გოგლიჩიძე და კაკაბაძე ზურს უკან ჩარბის ილდიზი. ბარდაკჩი უყურებს ესე ზომავს და გადააგდებს და მონტელამ არც დამალა. ნუ მორჩა უკვე ციკლი პრინციპში ორივე თამაში გვეთამაშა და მონტელამ პირდაპირ ეს კონფერენციაზე თქვა, არ ვიცი ნახეთ თუ არა. პირველი გოლი იყო ზუსტად ის, რასაც ვარჯიშებში მომუშავებდით. თუ არა, ეგ არის აი რა ვიცი, ყველაზე საშინელი შეცდომა, როცა ღიაა ბურთი, ანუ არავინ არ აპრესინგებს პასის ფლობას და დაცვის ხაზი არის მაღლა ამოწეული, იმას აქვს დრო რომ პასი გააკეთოს. მე ფეხბურთში ვიცი ერთი თამაში, რომელშიც ამან იმუშავა, იყო საუცარაბეთი არგენტინი. იმიტომ შევა, იმიტომ რომ ვარმა 4 გოლი გააუქმა პირველ ტაიმში და აქ ვარმა ვერ გიშველა რა. იგივე მეორე მომენტია მაგასაც ქრიში ჩავსვამ, როდესაც ჩალხანოღლუ აკეთებს გრძელ პასს ილდიზზე, ეგ რომელი მომენტია იცით? კაკაბაძეს რო გადაახტება ბურთი თავზე და ილდიზი რო მარცხენათი დაარტყამს და მამარდა მოიგებს. ხო, მაგალითად დაცვის ხაზი აზრი არ აქვს, თუ პრესინგს არ თამაშობ, ანუ ეგ არის სუიციდალური ტაქტიკაა სხვა შემთხვევაში, იმიტომ რომ სულ გადაგიკეთებია ზურგს უკან ძალიან მარტივად. ეგ პრესინგიც პრესინგს მესმის რომ არ ვთამაშობთ. მაგრამ ნახე
თანამედროვე ფეხბურთში პრესინგის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი, რომლებიც ამ შემთხვევაში პრესინგის ხაზის დამწყებები უნდა იყვნენ, საკუთარ კლუბებში ძალიან კარგად თამაშობენ პრესინგს. მაშინ ფედერაცია რა ამწუხნელი ამ შემთხვევაში უნდა გამოვიდეს და უნდა გითხრას, რატომ ვერ უთამაშობთ პრესინგს? ანუ რა არის ამის მიზეზი? დაცვის ხაზის გამო. მე ეგრე ვთვლი, რომ დაცვის ხაზი ვერ დაუჭერს ხარ. მე საერთოდ მგონია, რომ რაღაც ანუ სანიოლზეც გადავალთ ალბათ და იმ კუთხურები ძალიან ბევრი თემაა და კუთხურებით თქვა და მე ალბათ სანიოლზე გადავიდეთ. მოდი მაშინ ვიტყვი რაღაც სისტემური პრობლემას რაში ვხედავ საქართველოს ნაკრების ჩვენ ყავს დაუბალანსებელი გუნდი. ანუ ჩვენ ყავს ძალიან ძლიერი შეტევა იმ დონის ნაკრებისთვის, სადაც არის საქართველო. ანუ არის ტოპ შეტევა. მაგრამ დაცვის ხაზი არის ძალიან სუსტი. ანუ ეს დაცვის ხაზი შესაბამისად ძალიან ზღუდავს შემტევ პოტენციალს, იმიტომ რომ ამ დაცვის ხაზის გამო საქართველო ვერ ახერხებს თანაბარ გუნდთან ან ძლიერ გუნდთან, არ ვსაუბრობ სამხრეთზე და ვიღაცებზე რა, ვისაც მარტივად უგებთ და ძალიან კარგი ეგრე უგებთ. ვერ ახერხებს თამაში ინიციატივის დაუფლებას. ინიციატივას რომ დაეუფლო ან პრესინგი უნდა ითამაშო, რომ ბურთი სწრაფად დაიბრუნო, ან ბილდაპი უნდა ქონდეს ნორმალური. ჩვენ პრესინგს ვერ თამაშობთ, იმიტომ რომ გვეშინია სავარაუდოდ რომ დაცვის ხაზს ზურგს უკან გადაუკიდებენ ბურთებს და ნუ ზოგი ასაკშია, ზოგი სისწრაფიცაც ვერ გამოირჩევა და არც არის მიჩვეული აქ უმრავლესობას საერთოდ კლუბებში 3 წელიანი მაშინ თამაშობს სქემაში. 4 წელიან სქემაში პრესინგის თამაში არც არის მიჩვეული თან არც გოგლიჩიძე, არც ლოჩოშვილი, არც ერთ ტოპ გუნდში არ თამაშობს, რა ტოპ პრესინგის მოთამაშე გუნდში არ თამაშობს. ძირითადად დაბალ ბლოკებში არიან ყველა. ხო, მეორე ეშელონის გუნდებში. შესაბამისად პრესინგი აღარ გვაქვს. ბილდაპში მე მართლა აზაროვის მეტი არ ვიცი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ბურთის პროგრესირება. პასის გამკეთებელი, ესეთ კარგი პასი რო ქონდეს. მით უმეტეს თანამედროვე ფეხბურთში უკვე ისე წავიდა ტენდენცია, რომ პრესინგი ძირითადად ამარცხებს ხოლმე ბილდაპს. უკვე აღარა ისე რომ აი 50-50-0 იყო. თან ძალიან მაგარი აი ბარსელონამ ორი თამაში წააგო ზედიზედ, სადაც პრესინგით გადაუარეს და ბარსელონა ეგ ანუ მაგათი მოგონილია ბილდაპი და ლამასიაში ამ 3 წლის ბავშვს ასწავლია რომ როგორ უნდა გააკეთოს პასი, როგორი კუთხით და როგორი სიძლიერით, ხო? ისიც ვეღარ გაჩავს და შენ რომელსაც არ ყავს, პლუს მეკარეც არ ყავს, კარგი პასის გამკეთებელი, ეგ ეს ფეხით, ხო, ფეხით მოთამაშე. ისე ხაზზე გადასარევია და აღნიშნეთ, მაგრამ ანუ უკვე ბილდაპშიც გვიჭერს, ამიტომ ეს არის ძალიან დიდი შეზღუდვა რას გულისხმობ. ერთი მხრივ ყარამდე ვერ მგვაქვს ბურთი. მეორე მხრივ გვიწევს ძლიერი პასის გადაკიდება, ანუ მიქაუტაძე გამოთიშულია თამაში. იქ მიქაუტაძე იდგება თუ საქართველოს მესამე ლიგის რომელიმე ფორვარდი ერთი და იგივე ეს, იმიტომ რომ ვერც ის იღებს ბურთს და ვერც ეს. და პირველ დაიმის მერე გავიყვანეთ. ხო, იმდენად აზრი არ ქონდა, ანუ ორ თავარ ვარსკვლავს, რა პოტენციალის 30% იყენე, შეიძლება მაგასაც ვერა. და მაგითო იყო თურქების სრული ყურადღება, თქვა პირველ ტაიმში ზურიკო უფრო აქტიური იყო, ანუ ამის თქვა ვცდილობ. რომ ხვიჩაზე და მიქაუტაძეზე ხვიჩა და მიქაუტაძე იმდენად გამორთული იყვნენ თამაშიდან, რომ ზურიკო უფრო ფაფხურობდა მარჯვენა ფლანგზე. ფიზიკურად ხა ჯერეთი არ არის ამათი სიძლიერე ფიზიკური ბრძოლა ხა ეგეთი მოცემულობის წინაშე აყენებ ორივეს, რომ გრძელი პასი რო წავა, იმან ბურთაბრძოლა უნდა მოიგოს, ეს ბურთი დაამუშავოს და მე ცალკე კიდე 2-3 კაცი ეყოლება მოსატყუებელი, სანამ დასარტყმად გავა. არ გამოდის ეგრე. ამიტომ თამაშობთ ინიციატივას ყველა ამ თამაში. ინიციატივას ვეუფლებით მაშინ, როცა მოგცემენ ამის უფლებას. ესპანეთმა არ მოგცა და მთელი თამაში უყურეთ, თურქეთმა მოგცა 4-0-ზე. კი. და მე კი შევქმნით რაღაც მომენტები, მაგრამ კომენტატორმა რო თქვა, როდემდე უნდა გვეთამაშოთ პრესინგი. ხო, 4-0 გახადოს წავიდნენ უკან. 3-0-საც კი არ ენდნენ თურქები. თამაშის დამთავრება მიუხედავად იმისა, ხა მაგ თამაშის გაარჩენის შანსი რა ვიცი. 4-0-ზე უკვე ცოტა მიდითო რა. ხო, მოგცეს და მე იყო მომენტები, რომ შეიქმნა რაღაც ლამაზი კომბინაციაზე გათამაშდა გოლის დროს და კი ბატონო ვაფასებთ ამას, მაგრამ ეგ არის უკვე დამთავრებულ თამაშზე მოგცეს ბურთი რა. რო ყოფილიყო 2-0 გაგრძელდებოდა ისევ ისე. ხო და სანამ თავარ ამბავზე გადავალ, კიდევ ერთხელ მადლობა სახელოსნოს, განსაკუთრებით ლუის, თქვენს გთხოვთ, რომ თუ მოგწონთ, რასაც ვლაპარაკობთ, თუ საინტერესო ჟღერს ეს ყველაფერი გამოგვიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო, რაც თავარია, ეს უფრო მეტად ჭირდება არხს ალგორითმისთვის. ასევე თუ გინდათ, რომ რაიმე თქვენი ფრაზა გაჟღერდეს ჩვენს გადაცემაში ან განვიხილოთ, დონაციის ლინკია და ნებისმიერი დონაცია შეგიძლიათ გაგვიკეთოთ და ეხლა კომენტარები დაგვიწეროთ, კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი აზრი რა მოხდა, ჩვენი აზრი გვაქვს, სადღაც შევჯერდებით, სადღაც ვერ დავემთხვევით. ეხლა კიდე ერთი ამბავი რაც აქ მინდა ვთქვა და უფრო მძაფრ ნაწილზე ბოლოს გადავიდეთ. კი ბატონო. აი ბილდაპს რაც შეეხება და იმას რომ ხვიჩას და მიქაუტაძის 30% ვიყენებთ. აი აქედან
გადაკიდებული გრძელი პასი არის არაფერი, ანუ უშედეგო დასაწყისში ჯერ ეს ერთი რომ თან მithumetes თურქეთთან როცა აქ აყენია 2 მეტრიანი ნდემირელი რომელზეც ცალკე ვისაუბრებთ ჯანიანი და მაღალი ტიპები სხვა გუნდებთ ნებისმიერ გუნდთან რა როცა ყავს მიქაუტაძის ნაირი მოძრავი სწრაფი გამქცევი თავდამსხმელი აი ამ პას აზრი არ აქვს ერთი იმიტომ რომ თავზე გაუჭირდება ძველი უეჭველი მოიგებს ბურთს და მეორე რაც არის მეორე ბურთზე თამაში ანუ სირთულე რა არის ნახე ერთ დაახლოებით ალბათ 15-20 წლის წინ აი ეს გრძელი პასები ძალიან აქტუალური იყო 2010-იანებში ნუ პიკე პუიოლის დამსახურებით დაიწყო ეს ბილდაპი მანამდე ყველა აკეთებდა გრძელ პასს ოღონდ პრობლემა მაშინ ცხრიანები ცოტა სხვანაირები იყვნენ რა უფრო მაღალი თავზე კარგად თამაშობდნენ იბრაჰიმოვიჩი და არანის ტიპის ცხრიანები იყვნენ რა ეხლა უკვე რადგან უფრო მოძრავი გახდა ფეხბურთი უფრო ბილდაპზე ორიენტირებული აი ეს არანისნაირი რა ქვია ვოლდემორს რო ეძახი რა ვოლტემადე თუ არ ჯერთ ნიუკასლმა დაიმატა 2 მეტრიანი თავდამსხმელი რომელსაც რო შეხედავ გაგახსენდება ძველი დრო მაგრამ ეგეც ძალიან მოძრავია და ეგეც ძალიან უკან ჩამოდის მესის უძახი ხო მესის ტექნიკა აქვს მესის ტექნიკა აქვს 2 მეტრიან ტიპს ანუ 2 მეტრიანობის გამო არ დაიმატეს ეგ რა ეხლა რა ხდება გადმოვარდნილ ბურთზე მეორე ბურთზე თამაში როცა გიწევს განსაკუთრებით თურქეთთან კიდე ერთხელ ვიმეორებ აქ ხდებიან 6-იანები და ჩვენ 8 ნომრებს უწევთ მეორე ბურთზე თამაში რატოაც 6 ნომერი ვინც არის 6 ნომერი ვინც თამაშობს 6 ნომერს ბავშვობიდან ის ბავშვობიდან სწავლობს რომ მეორე ბურთზე ითამაშოს 6 ნომრის კლასი განისაზღვრება იმითი როგორ თამაშობს ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის როგორ თამაშობს მეორე ბურთზე თავი დავანებოთ ნახევარბოლში თამაშს და რაღაცებს ანუ აქ უკვე პრობლემა კიდე რა პრობლემას ანუ ეს ხო დაიკარგა ბურთი კიდე რა პრობლემა ფლანგის მცველები აქედან რომ მიდის ეს გრძელი პასი აი ეს რა მომენტში უნდა ჩაერთოს შეტევაში ანუ ჩარბენი ეგრეთ წოდებული ოვერლეპი აი რა მომენტში უნდა გააკეთოს პასის დროს 100 მეტრიან რივოკზე უნდა გაიქცეს რივოკი არ არის თქვათ გარბენი სპრინტი გააკეთოს სპრინტზე გაიქცეს მე ქართულად ვთქვი რეზემ ინგლისურად შემოვიდა და ცოტა ბურთი არის შენაგჭება დიდი შანსია რომ არ დაგჭიროს ანუ ნახე კარგი მოუთხოვოთ რომ გააკეთეს 100 მეტრიანი სპრინტი მაგრამ აქ რომ ამისი კაცია იმას რას უშვებით ანუ მომენტალურად აქ ბურთი დაიკარგა და ამან ეს 100 მეტრიანი სპრინტი ხო გააკეთა მე უნდა გააკეთოს იგივე უკან უნდა გააკეთოს ერთი და თან აქედან გადაჭიმულ ბურთს უნდა გაასწროს და თუ ჩემი არ გჯერათ შტანგა გოლს უყურეთ და იქ იძახეს ერთი ძალიან ჭკვიანი კაცი კარგად უხსნის იბრაჰიმოვიჩას თუ რა ქვია რომ ბურთს ვერასდროს ვერ გაასწრებ თუ არ რავი 6 წლის ბავშვებს თუ არ ეთამაშე კარგი როგორ უნდა ჩავრთოთ ეს კაცი შეტევაში აი აქ შევწიოთ ესენიც ამათ უნდა დაიჭირონ ბურთი ამათ რომ ბურთი დაიჭირონ აი ამ ადგილას საჭიროა რომ აქედან რომელიმე პას თუ ფეხით კარგად ვერ თამაშობს ეგ უკვე პრობლემაა მაგრამ ნახევარ დაცვაში უნდა იყოს კარგი პასის კულტურის ანუ ესპანეთს კუკურეია და პორო მაგიტონ ჩანან ესეთი ჰაი კლასები რომ პედრი ყავთ და პედრის რო უჭირავს ბურთი ეს სპრინტს კი აღარ აკეთებს მისეირნობს რა იმიტომ რომ იცის რომ იქ პედრი დაიჭერს ბურთს ამიტომ ცენტრში გჭირდება თამაში ეს გრძელი პასი არა აქედან აქ უნდა მივიდეს ბურთი თან მით უმეტეს თუ გვაქვს პრეტენზია იმაზე რომ უნდა ვითამაშოთ 4-3-3-ით უნდა გვეჭიროს ბურთი თუ უნდა გვეჭიროს მაშინ აქ უნდა გვეჭიროს რომ ამათ გაწელონ დაცვის ხაზი ამათ დაპინონ დაცვა ჩაერთონ მეტობა შევქნათ აქ სამკუთხედი გავაკეთოთ ან რა ვიცი ეს ჩამოვიდეს და აქ რომბი გავაკეთოთ რაღაცა რო ვქნათ აი ამ გრძელი პასით ეს აღარ გვაქვს
ხო, ანუ რაც ევროპის ჩემპიონატზე გამოდიოდა რა, როცა საქართველოს ბურთით თამაშობდა, იყო კარგი საყურებელი ფეხბურთი, ხო? ძალიან კარგი. თვითონაც როცა არ ვიცი, მესმის ხო ეს თელი ის რაღაცა, როცა დაცვაში ვდგებით, ცუდად ვიცავ თავს პოზიციურ დაცვაში, მომენტები იქნება. სტაბილურად იქნება და ანუ ევროპას რატო ვიყავთ კარგი რატო მამარდაშვილმა მოხსნა ყველას რეკორდი. ხო, გადაცემის ბოლოს პრინციპში კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ში. კულტურები გვაქვს კიდე საერთოდ. კულტურები და მერე სალაპარაკო. კულტურების თემას რაც შეეხება, ზოგადად იმდენად ბუმია საქართველოში საფეხბურთო და განსაკუთრებით როცა ნაკრების თამაშობს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში თამაშობენ. როდესაც რაღაცა ნაკრების მთელი ქვეყანა უყურებს თამაშს, ერთი რაღაც პატარა მომენტი რო ჩავარდება, მერე ვიცით ხოლმე ამ თემის რაღაცა წამოწევა და მერე ჩაჭერა. მესმის შეცდომა იყო ის, რომ კუთხურების დროს კიტეიშვილი ედგა მერიხ დემირალს, თუმცა ანუ ეს არ იყო რაღაცა კაცი ხო, ან მაგის კაცი. აი ნაკლები, ანუ კიტეიშვილმა რაც თქვა, ეგ უარესია კიდეც მოხდარა. ანუ ნახე, მან ჯობდა არ ეთქვა ეგ და ყველას გონებოდა რომ დაავალეს. რაღაცა დემირალი დაიჭერა. დაებინდა ვიღაცას და ყველას ერთად და რაღაცა. ხო, ანუ მან რეალურად ჩვენ თავს ვიცავდით ზონალური დაცვით კუთხურზე. აი ეგ არის ყველაზე საშინელი. ხო, მაგეთ ვთქვათ. სკრინერსაც ამოვანათებ, მოკლედ რაოდენობრივადაც რო შევხედოთ 10 ქართველი დგას საჯარიმოში, მთელი ანუ მამარდას გარდა ვამბობ, 10 გარე მინდვრის ფეხბურთელი დგას საჯარიმოში, პირველი გოლის დროს თურქებს ყავთ 5 ფეხბურთელი, მეორე კუთხურის დროს მეორე ნემირალის დუბლი როცა გაიფორმა, მან ყავთ 4 ფეხბურთელი. ანუ წარმოიდგინე, იმდენად ცუდი ზონალური დაცვაა, რომ 10 ქართველი ვერ ანეიტრალებს 4 და 5 თურქს. სად იქნება პრობლემა? პრობლემა იქნება იქ, რომ ზონალური დაცვის დროს პირველი ან ერთი ან მეორე კაციც თავისუფალიდან ანუ ისინი არავის არ იჭერენ. ჩვენ შემთხვევაში პირველ კუთხურზე ეგ იყო გიორგი გოშოლეიშვილი, რომელიც ხა ტანდაბალიაო ვერ იტყვი რა. თუმცა ბურთი გადააფრინდა რატო? ამის მიზეზიც რო ვთქვათ, თურქებს ყავთ როგორი ტიპი კუთხურის ჩამწოდებლად, იცი აი FIFA-ში რო ირჩევ, ხო იცი ჯოისტიკით დააყენებ, კონკრეტულად ვის გინდა რომ ჩაუწოდო და დაასვა იმ ვიღაცას თავზე. ჰალანდს მაგალითად, რომელიც FIFA-ში თავზე შეუჩერებელია. ამ შემთხვევაში ჰალანდი მან ჩალხანოღლუმ ზუსტად დაუმიზნა დემირალს, იმიტომ რომ თურქებს იმ შემადგენლობაში რომელიც გუშინ ყავდათ, ორი ფეხბურთელი ყავთ თავით კარგად მოთამაშე, ორივე ცენტრალური მცველი. ეს არის მერიხ დემირალი და მეორე არის ეს ბარდაკჩი, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა ილდის. შესაბამისად, შეიძლება რომ ბარდაკჩის და დემირალს არ იყვანდნენ თქვა ჩვენგან ყველაზე მაღლები, ამ შემთხვევაში ლოჩოშვილი და გოგლიჩიძე, მაგრამ მაშინ ზონალურ პრესინგში გოჩოლეიშვილის იმენა და რომ დარჩი. იქ მაინც ყველაზე მაღალი უნდა დააყენო. მაშინ იმიტომ რომ იმას თუ ბურთი გადააფრინდა, მე შარში ხარ. აი, ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონატი მიდის ახლა. და უკრაინა ესპანეთი იყო ერთ მერვედფინალი, უკრაინას ყავთ ცენტრალური თამაშმოწყალე 2 და 5-ია სიმაღლე. და როცა იდგა, ანუ კუთხურების დროს ედგა ესპანელი, რომელიც იყო აი 1.75 მეტრი, აი კიტეიშვილის სიმაღლე, მაგრამ ნუ გასაგები ის იმიტომ კი არ დაუყენეს, რომ აუხტეს ახლა იმას 0-ის ქვემოთ აქვს შანსი. ის არის რომ პირველი კონტაქტი მიცეს, მოძრაობის დინამიკა დაურღვიოს და რაღაცა ვერ გაუტანა უკრაინამ კუთხურიდან ბურთი, იმიტომ რომ იქ ზონა იცავდა ნორმალურად თავს, ანუ იმ უკრაინამდე ბურთი რომ ისულიყო ის ყველას გაიტანდა. თავი დარტყმული რაღაც თითქმის ურტყავ 5-6 მეტრიდან ძირითადად და როცა იქ გიწვდიან მეკარე საჯარიმოს და განწირული იქ მეკარე შანსი არ აქვს თითქმის ბურთს აღების. უბრალოდ იქ სხვა ასევალებოდა დიდი ის და ნუ აქ არ ვიცი ატყუარა თუმცა ჩაითვალა რომ ეს დემირალი იდგებოდა იქ უძრავად საჯარიმოში და არ გაიგება. ცხადი ის იწყებს მოძრაობას და ეძებს ყველაზე დაბალს ვისაც დაუდგება, ხო? ნახე, მან პრობლემა იცი რა მგონია რომ შეცდომა სად იყო დაშვებული. რეალურად თურქეთს ყავს 2 ელიტური კუთხურის ჩამწოდებელი. ანუ არდა გიულერი ჩააწვის თუ ჰაკან ჩალხანოღლუ თან ვარიაცია აქვს რა, ერთი ცაცია, მეორე მემარჯვენე. თუ უნდა საჯარიმოში ჩააწოდოს. ჩახვეულ კარისკენ ჩახვეულს, თუ უნდა საპირისპირო ჩახვეულს, ნებისმიერი ვარიაცია აქვს რა. თურქეთის ნაკრებში 2 ანუ კუთხურზე ახლა ილდიზი შენდამი დიდი პატივისცემის და მიუხედავად ამჩე ფეხებს იდგება თუ არა საჯარიმოში. აი, საჯარიმოში სადგომთან იდგა. აი, სკრინზე ჩანს. თან ძალიან კარგად ერთ კიდე იცი რა საკეთებდნენ, მე მგონი ილდი არ მახსოვს ვინ იყო. აქედან რო აწვდნენ კუთხურს. აქ ხო ნუ რეალურად 2 კაცი იყო ეს ბარდაკჩი და დემირელი. ეს 2 იყო გასანეიტრალებელი და აი აქედან თუ მიდიოდა კუთხური აი აქ დგებოდა ილდისი რომ აი ესეთი წასული ბურთი თუ გადააფრინდება გამოიტანა უეჭველიად გამოდის და აქედან ჩაწოდებულზე აქ იდგა დაგულერი. ხო
თუ ჩალხანოღლუაც და მაგ შემთხვევაში ჩალხანოღლუ კი პირიქით ხო როგორც არის რა ხო და შეცდომა ჩემი აზრით ხო ალბათ ჯობდა რომ კიდე ერთხელ მაინც ვთქვათ რა ურემი რომ გადატრიალდება გზა მერე გამოჩნდებაო და ალბათ ჯობდა რომ ზონურად არ დაგვეცვა თავი და უფრო ჰიბრიდულად რა აი ეს დემირალი და ბაღდანში პერსონალურად აგვეყვანა და დანარჩენები ჩამდგარდნენ ზონაში. მით უმეტეს როცა რაოდენობაში იგებ რა, რატო არ ყავდა თურქეთს საჯარიმოში 4 კაცზე მეტი, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა ირაკლის თქმისა არ იყოს რა. ურჩევნია რომ გადმოვარდნილ ბურზე ილდიზმა და გულერმა მაგრად დაარტყან, ვიდრე ილდიზ და გულერი შეიყვანონ საჯარიმოში და იციან რომ თავზებრძოლა წაგებული აქვთ რა. ამიტომ ცალსახად იმ იდეისკენ გადმოვდივარ მეც რომ ჯობდა რომ ბარდაკჩისთან და ემინალთან დაგვეყენებინა ჩვენი ყველაზე მაღლები და საჭიროების შემთხვევაში რაოდენობრივად იმდენად წინ ვიყავით რომ კიტეიშვილი დახმარებოდა ხო ხვდები რა შეიძლება იმ დახმარებამ იქ ზიანი მოგიტანოს აირი თავარი ბლოკი რა კიტეიშვილს უნდა დაეყენებინა ბლოკი მაგრამ ეხლა 2 მეტრიან კაც მეტრე 75 ეგეთ ბლოკს ვერ დაუყენებს უბრალოდ უნდა დააკარგინოს მოძრაობის ისა რა არსენალს დაცვის ცენტრში უყენია სალიბა და გაბრიელი ეგეთი კარგი დუეტი თავზე მოთამაშე ალბათ არ არსებობს და სუბთა ზონურს ეგენიც არ თამაშობენ ანუ მარტო ზონალურ დაცვას სტანდარტებს ეგენიც არ თამაშობენ რა ზონა ძალიან კარგია მაგრამ ეგ უფრო ალბათ უნდა გამოიყენო როცა უფრო მეტი ვარიაცია აქვს ჩაწოდების რა როცა ზუსტად იცი რომ ან ამაზე წავა ან ამაზე ყავს ორი მაღალი მცველი მიაწებე რა და კიდევ უფრო სასაცილო მანდის არის რომ პირველ ტაიმში გოლი გაგივიდა მომენტი შეგექნა და მეორე ტაიმში იგივე რო ხდება ხო და ეგ მართლა სასაცილოა რა ფოძრო ყავდა სტუმრად ვესტჰემს დავცინოთ რომ ჰა პირველ ტაიმში გავუშვეს და მე მეორეში ციცერით იქნება გავუშვესო და სულად შემოგვიბრუნდა არა ისე დასცინოთ ბიჭები ნუ დასცინის ფასაო გადაკეთება არა ეს რეალურად რასაც ვაპარაკოთ სეტანტას ბიჭები რომ დაკავთ და მე რო არ ვარ არასდროს ანუ დასცინის არა ეს რეალურად ეხლა რაზეც ვილაპარაკეთ ხო ეგ არის რეალურად თანამედროვე ფეხბურთი ანუ პრესინგი უკვე არის ის რაც წაკეთებს ყველა გუნდი ბილდაპი და ის მესმის აბსოლუტურად მესმის რომ არის რაღაც რომანტიკული ფანების ისა რომ რაღაც აგერ იტალიელები რო ლანძღავენ გვარდიოლას რა უქენი ფეხბურთს და აგერ მეკარეს რო პასის გაკეთება ევალება ხო და სეივს თუ აღარ გაკეთებს არაა პრობლემა თავარი პასი აკეთოს და მცველ კარგად თუ ერიცავს ურთაბრძოლებში თავს არაა პრობლემა პასის აკეთებდეს რაღაც ნუ ეგ ძალიან უტრირებულია მაგრამ ნუ დიდწილად აქეთ არის გადახრილი შეიძლება ეს ვიღაცას არ მოწონს ეგ მისისა არჩევანი და მე მაგალითად ძალიან არ მოწონს რომ სტანდარტები ძალიან წამოიწია წინ უკვე კუთხურების კი არა აუტების წვრთნელები ყავს გუნდებს და იხლიჩება თამაში და თითო ალბათ 40 წამი ამზადებენ და რაღაც მაგრამ ეხლა ჩვენ თუ ამას დავიწყეთ იმას რომ ეს არ მოგწონს ეგ იქნება ჩვეულებრივ სიახლეების პოზა რომ თავს ჩარგავ და იმას გონია რომ დამალულია მაგრამ ეგა თანამედროვე ფეხბურთი და შენც უნდა ეგრე უნდა ითამაშო აუტის წვრთნელიც უნდა ყავდეს თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო თუ არა და იქნები ეგრე რაღაც აი ეგეთი ძიმე მარცხებიდან ძიმე მარცხებამდე რა რაც ძიმე მარცხებზე გამახსენდა რეზი და გადავიდეთ პრინციპში იმ თემაზე რასაც თაბნმეილზეც ხედავთ და ლოგიკურია პრინციპში რომ ამ თემაზე ვისაუბრებთ იმიტომ რომ ბოლოს საქართველოს ნაკრების კარგი თამაში ჩვენ ვნახეთ 2024 წლის სექტემბერში როდესაც ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და მართლა ტრიუმფალური იყო ჩვენთვის, ჩვენი დონის გუნდისთვის, ეგ ძალიან მაგარი იყო და 1000 მადლობა ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბსაც, იმიტომ რომ მათი დამსახურება ცალსახად არის ის, რასაც მივახციეთ. როდესაც ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, შემდეგ დაიწყო ერთა ლიგა სექტემბერში თუ გახსოვთ. და მე რაც საქართველოს ნაკრების თამაშიც მინახავს, ისტორიაში ყველაზე მაგარი თამაში იყო, ჩეხეთს როდესაც მოუგეთ ლოკომოტივზე. მე ალბანეთიც მივაყოლეთ და ეგ იყო თამაში, როდესაც აი მოწინააღმდეგეს რო თამაში ჩაუშლი ყველანაირად და ერთ შენსას გახრეთ, როგორც თქვა ჩვენ ამ გახრიტა და მოიგე. იმის შემდეგ ბუნებრივია არუთული და მადლობა ღმერთს რომ არ გვაქვს ჩასათვლელი ბულგარეთი და სომხეთი, იმიტომ რომ ბულგარეთზე და სომხეთზე წინ რო ვართ, ეს უკვე ჩვენ ვიცით და ვხედავთ. გავითვალისწინოთ უკრაინა, ისევ ალბანეთი, რომელთანაც თბილისში წავაგეთ საერთოდ, ჩეხეთი, რომელთანაც უშანსო წავაგეთ, მერე უკვე ეს სოფლიოს შესარჩევი, თურქეთი, რავი, ომი და უბედურება და თავარი თამაშები და ბლა 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 და წავაგეთ, ნუ ესპანეთთანაც ისე წაგება და კიდევ ვინ იცის თბილისში რა გველის, ხო? ბუნებრივია ჩვენი საქმიდან გამომდინარე უნდა დავსვათ შეკითხვა. ხომ არ არის დრო ეროვნულმა ნაკრებმა იფიქროს თავარი მსვლელი შეცვლას. ჩვენ რა აზრებსაც გავაჟღერებთ ახლა ეს იქნება ჩვენი სუბიექტური მოსაზრება, შეიძლება დაგვეთანხმოთ, შეიძლება არ დაგვეთანხმოთ, თქვენი აზრი აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში. მოდი, მივუყვეთ, ვის სურს რომ ეს თემა განავრცოს ვილის სანიელთან დაკავშირებით. მე წინა გადაცემაში განვავრცევ თქვი რაღაცა და
ცალკე კომენტარებში დამაკუკეს, ცალკე ჩემო მეგობრებმა. არა, სხვათა შორის იმათათხეს რომ არაო, პიკმა ჩაიერალა. ხო რა. სანიოლს უღრმესი მადლობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი არა, აი ტოპ 3 შეგრძნება რაც კი ცხოვრებაში გამომიცდია. პირველ ადგილზე ალბათ არ არის, შეიძლება არის კიდევაც რა პირველ ადგილზე. ან ტოპ 3-ში შედის 20 და რამდენი წლის ვარ 31. ვაი, დედა. 21 კომენტარებში ამდენი საირაკლი თქვენია. 2020, ხო, 21-ის ვარ. 31 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შეგრძნება რაც გამომიცდია სანიოლის დიდი დამსახურება. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მაგრამ ჩემი აზრით როგორც მინიმუმ ჯერჯერობით სანიოლი არ არის იმ დონის წვნელი, რომ კიდე შემდეგ ეტაპზე გადაგვიყვანოს რა და რაც ყველაზე მეტად მაშინებს მაფიქრებს თუ არ ვიცი, აი კინკლაძის, სარველაძის და აი ეგ თაობა რო ყავდა და ვერაფერი რო ვერ ვქენით, ну ამ ნაკრებმა რაღაცა უკვე ქნა, მაგრამ მაგარი რაღაც ქნა. ხო, უკვე რაღაცა ქნა, მაგრამ არ ვიცი იმ ეპოქაში რა შეგრძნება იყო, მაგრამ ამ ეპოქაში, ამ დროში მე მაქვს შეგრძნება, რომ ამ ნაკრებს ძალიან ბევრი რაღაც შეუძლია რა, აი ძალიან ბევრი რაღაც ბევრად მეტი შეუძლია როგორც მინიმუმ. და აი ეს ბევრად მეტი გონია რომ სანიოლს არ შეუძლია. თან მით უმეტეს ამ სიტუაციაში, როცა გააგვიყვანა ევროპაზე რაღაცა გაჰაიპდა, ვილი და ეხლა უკვე სანიოლისთვისაც მესმის რომ რთულია რაღაცა ანუ ლომინაძე რო დააყენოს სიტყვაზე და ინდოს ეგ უკვე რაღაც მომენტში უჭირს რა, იმიტომ რომ სახელი აქვს რაღაცა წაიყვანა და ვაიმე ეგ შეცდომა არ დაუშვა, ვაიმე კაკაბაძე ვერ ენდობა გოჩოლეიშვილს და მაინც გამოცდილ კაკაბაძეს აყენებს. ეგეც მესმის სანამ ჭრა გქონდა იქ თქვი რომ დაცვის ხაზში ჩემი ასაკის ანთარა ჩემი ასაკის ადამიანი საჭიროა, იმიტომ რომ დაცვაა და როგორ შეიძლება ახლა ოთო კაკაბაძე არ არის მართლა მაიკონი, მაგრამ ბავშვურ შეცდომას გოჩოლეიშვილი დაუშვებს და კაკაბაძე არ დაუშვებს ბავშვურ შეცდომას. გუში, ნუ ხო, თვად ბავშვური არ იყო რა, ეგ უკვე მარტივად ხსნიდნენ მაგის პლანს რა და აი ბავშვური შეცდომა მისგან დაზღვეული ხარ არ ინერვიულოს და ჩემი აზრით ამ გადაცემაში ვიტყვი ძალიან დიდი მადლობა ვილი, ფრანგული რო ვიცოდე, ფრანგულად ვიტყოდი, მაგრამ ეჭვება რომ ჩვენი ახი გამოწერილია. არა, უყურე, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრის, მაგრამ ნახვამდის მითარგმნეთ ერთი. ნახე, ყველაფერს დავამთავრებ რა. ძალიან დიდი მადლობა, ხო, ფრანგულად ვიტყოდი, მაგრამ ჩვენი ახი გამოწერილი არ ექნება. თქვენგან განსხვავებით. იკა ბევრი სამონტაჟო რო გექნება ამის ბრალია რო იცოდე რა, იმიტომ რომ ერთ სათქმელს ამბობს 7 წუთი ერთ და იგივეს იმეორებს. კი, 7 წუთი ვიმეორებ, მაგრამ კარგად მინდა რომ ვთქვა და ყველაფერი მინდა რომ ვთქვა. იმიტომ რომ Twitch კიდევ უფრო მეტი რაღაც ტრიალებს. მადლობა და ნახვამდის. ეს არის ჩემი კომენტარი. მე რა შეარ დაგეთანხმები, იცი? ბარემ ჩემს აზრსაც ვიტყვი. მე არ გეთანხმები იმაში, რომ ვილი სანიოლი, ანუ ვერ ვიტყვი ვილი სანიოლზე, რომ რისკიანი კაცი არ არის. და ამ ჩემ მოსაზრებას ახლა გავამყარებ. პირველ რიგში გავამყარებ იმით, რომ ვილი სანიოლმა თუ გახსოვთ, თბილისში რო ალბანეთთან წავაგეთ, გამოიყვანა 5 შემტევი. არ არის რისკიანი. მე რა აი ახლა გახსნილი მაქვს, ნუ იდეაში 5 თვლი, იმიტომ რომ კვარაცხელია ჩაკვედაზე, ნიქაუტაძე დავითაშვილი ზივზივაც. კიტეიშვილის არა საყრდენი. ხო, უბრალოდ შემტევია. ეს ერთი რისკი, ანუ ამის გაკეთება სჭირდება, ანუ რისკია, რა თქმა უნდა რისკია ეს. მე თელი ეს პერიოდი რო იქამდე თუნდაც თელი ეს პერიოდი რო 5 წელს თამაშობდა და ესპანეთს რო 4 მცველი დაუყენა. ესეც რაღაც დონეზე რისკია რა. ამიტომ რის თქმას ვცდილობ ახლა საითკენ მიმყავს ეს საუბარი. ვილი სანიოლმა ყველაფერი სცადა საქართველოს ნაკრებში. ანუ ქონდა კარგი დროებაც, ქონდა ცუდი დროებაც და ეხლა სამწუხაროდ არის სისტემური რაღაცა ჩავარდნა, რომელსაც ჩემი სუბიექტური აზრით კიდევ ერთხელ ვამბობ და სიაოვნებით მოვისმენ თქვენს აზრს, სჭირდება რაღაცა ცვლილება. იმიტომ რომ სოფლიოში ბევრი ნაკრები და ბევრი დონის ქვეყანა ვერ დაიკვეხნეს ისეთ ფეხბურთელებით როგორებიც არიან. ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მამარდაშვილი, თუნდაც ოთო კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე, იმიტომ რომ ეს ბიჭები არიან ნიჭიერები, თან უკვე წარმატებული ფეხბურთელები. შესაბამისად, გვაქვს იმის პრეტენზია ხა
ქართველი ანუ ჩვენ არ ვდგებით და არ ვიტყვით რომ რატო არ მოიგო ევროპის ჩემპიონატი ვილის სანიოლმა ხო ვთქვათ მაგრამ ის რასაც მიაღწია იქაც თქმის არ იყოს მადლობას უხდით და რავი რა უნდა მოხდეს რომ ისტორიაში აი ბედნიერი დღეო რომ ამბობ ვილის სანიოლის მადლიერი არ იყო იმის გამო რაც გააკეთა აი ეგ ვეღარ ჩანაცვლა რა ვიცი შესაბამისად სოფლიოს თუ მოიგებს ნაკრები და იქ ვიქნები ვერ გავა იქა არა 30 თუ მოიგებს და იქ ვიქნები სტადიონზე შეიძლება იმან ჩაანაცვლოს ხო და იმ კარგი შედეგების პარალელურად ვილის სანიოლს აქეთ დაუგროვდა შეცდომებიც მე შეცდომად ვთვლი მაგალითად აი ამ რაღაცა ტაქტიკურ ცვლილებებს ზოგჯერ ჩემი აზრით შეცდომა ის რომ იგივე ნოდარ ლომინაძეს არ მიეცა შანსი და საერთოდ საადარიგო და სკამზეც კი არის და ბოლო მატჩებში შეცდომა თვლი იმ აზაროს ანუ ნახეთ ჩემნაირ გულშემატკივარს რომ შეუძლია რომ ანუ დაინახოს ეს მით უმეტეს მწვრთნელი უნდა იყოს ამღიარებელი ამ ყველაფრის და მოუთმენლად ველოდი გუშინ მის პრესკონფერენციას თამაშის შემდეგ თურქეთთან თამაშის მერე და რაღაცა სადღეგრძელოები იყო რა ანუ ჩვენ რაღაცა დავივიწყეთ ვინ ვართ და მეტი მოლოდინები ხო გვაქვს მეტი მოლოდინები იმიტომ რომ ჩვენ 10 წლის წინ ბულგარეთთან მოგება მაგრად გვიხაროდა და ეხლა უკვე ბულგარეთი რა ბულგარეთი მე მახსოვს დიმიტარ ბერბატოვმა რომ 15 წუთში 7 გოლი გაგვიტანა და მე მეკარერო შევცვალეთ არ ვიცი გახსოვთ თუ არა ირაკლის ეხსოვება ჯარიმიდან გაგვიტანეს რაღაცა სწავლა ბულგარეთის ნაკრებს რო ეგრე გავასწარით ეხლა უკვე გვაქვს პრეტენზია იმისა რომ ამ თურქეთს ვებრძოლოთ მით უმეტეს თურქეთთან ბრძოლა მოვიდა ევროპაზე ძალიან მაგარი ჩატარებული თამაშის შემდეგ იგივე თურქეთთან და მოდი ახლა საზომო დავიღოთ თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დღიდან თურქეთის ნაკრები სად არის და იბრძვის რეალურად სოფლიოზე მოსახვედრად და ჩვენ პროგრესი კი არა რეგრესი გვაქვს რა რავი ბოლო ორი თამაში აი რას გავდა მართლა ხო ანალიტიკა კარგია დეტალები კარგია მაგრამ რას გავდა რა ხო ბოლო როა იგი სომხეთი მოაკელი და რა არის ალტერნატივა აი მაგის გამინდოდა ახლა ვინ მე მაგ ძალიან ანუ ყველა დამცინის ალბათ კომენტარებში თქვენს დამცინებთ და თქვენს დაგვიწერეთ ვინ შეიძლება განიხილებოდეს რამასვანაძე დაიწერება დარწმუნებული ვარ მეც ეგრე უყურებ რა ანუ ალტერნატივა არის ანსვანაძე იმიტომ რომ ეს არის რაღაც აპრობირებული მეთოდი ახალგაზრდული აი დელაფუენტე და მეთოდი ახალგაზრდული მწვრთნელი რომელსაც ამ ფეხბურთელების უმრავლესობასთან ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებებში აქვს ნამუშევარი გადმოდის ზემოთ საქართველოში ეგ ცოტა რთული თემაა იმიტომ რომ ბევრი ქართველი მწვრთნელი არიდებს ხოლმე თავს იმიტომ რომ აქ რაღაც პოლიტიკურ თემაში გადადის და სანიოლს აბრალებდნენ იმას იმიტომ არ აყენებოდა ვიღაც სულ არ დააყენებს ხო წარმოგიდგენიათ რა იქნება ამიტომ ბევრი ვიღაც შეიძლება მე არ გამიკვირდება სანადრო თავი არიდოს თან ეხა მისი საქმე აქვს თან ევროპის ჩემპიონატში სასჯელს ნო ეხლა არა მან ნუ ეხლა სკოჩქარება შენ ვის და მეორე არის რომ რაღაც ვიღაც არ ვიცი ვინ უნდა მოვიდეს დამწყები აი იკას რაღაც ვერსია მარკო როსე კაიკას ვერსია და იდა მარკოს ანუ რეალურად მე ტელეფონის ნომერი გააქვს ანუ ისეთი ვარიანტები იწერებოდა რავი ნაგელსმანს და ვიღაცებს წერდნენ ხალხო რა მორიცხული ნაგელსმანი მოვიდეს საქართველოში ეხლა სპალეტი რომელიც გუშინ განვიხილავდი ჩატში სპალეტი ზედ გაფუჭებული აქვს ისტორია ბოლოს იტალიის ნაკრებიდან ანუ ნახე მწვრთნელის სამსახური მუშაობს ეგრე რა როცა გაქვს დაცემა მე რისკიან სამსახურს არ იღებ და ცდილობ რომ ისეთ სამსახურს მოკიდო ხელი რომ შენს რეზიუმეში რაღაცა გამოასწორო ამიტომ ეგ სპალეტიც ძალიან უტოპიური ვარიანტი მგონია. ეს კაცი. არ მიჩვენს ეხა აკიდეს მოგწონს იტალიელი გვინდა რა. მე მაგრად რა ვიცი არ ვიცი ჩეზარე პრანდელი მგონია რომ დათა კი დიდი ხანია აღარ უმუშავია მაგრამ მგონია რომ აი რაღაცნაირად ჩეზარე პრანდელის ფეხბურთი რაც მახსოვს მაგრად მოუხდება საქართველოს ნაკრებს თან რაღაცა დიდად არ მგონია რომ უარი თქვას ისიც არ მახსოვს სადმე თქვას 4 წელია არ უმუშავე всё კარიერა დავამთავრე ფიორენტინაში იყო ბოლოს ხო 1 წელი ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქ არ მგონია რომ სპალეტის ხელფასი მოითხოვოს არა არ მოითხოვს თალსახ და სპალეტ ძალიან დიდ მოითხოვს მე თან ის უნდა გავითვალისწინო დავაბაზროთ მე რომ ძმოში რაღაცა გასათვალისწინებელი ვიღაც ეგეთი მწვრთნელები რომლებიც აი ну არის რაღაც მწვრთნელები რომელიც არ წამოვა საკლუბო ფეხბურთიდან არ წამოვა ბევრი იმიტომ რომ საკლუბო ფეხბურთია და იმას თავისი ოპერაცია მარკოროზე ნაკრებში ყოფილა საერთოდ არა საკლუბო იმაში იყო და სულ დაამთავრა ლაიფციგში მე ძალიან მიყვარს მარკოროზე მაგრამ მე ეჭვება რომ საქართველოს წამოვა ლუი წერს თავის ვერსიას ვინ შეიძლება ეგ მოკვდა გარდაიცვალა წასულები არ ვიტყვი ხმამა ანუ ვიღაცები აპრიორი არ წამოვლენ იმიტომ რომ საკლუბო ფეხბურთში არიან და მე პლუს კიდე ჩვენ ვის გვაქვს ანუ ვიღაცები ვისაც უკვე აი გადავლილი აქვს პიკი და ნუ სანაკრებო იმაშია ცოტა ასაკში და მაგრამ სახელი ჯერ გვაქვს ფულიანი კონკურენტები
მაგალითად ფერნანდო სანტუში არის აზერბაიჯანმა წაიყვანა და რაღაცა ერთი. მეორე არის საუდის არაბეთში ძალიან ბევრი კლუბი, რომელიც იმხელ აი მანჩინის მით აძლევენ 30 მილიონს თუ რაღაც ნაკრებმა მიცან. იტალიის ნაკრებიდან გაიქცა მაგრამ. ხო და ნუ პლუს ნაკრებში იქ ნაკრებში წავიდა რაღაც 30 მილიონი თუ რაღაც ქონდა რა ნორმალურად. და გამოაგდეს მალევე. ხო და მე პლუს კლუბებს მიყავთ ხო აი პიოლი და ესენი რომ მიდიოდნენ რუდი გარსიები და ვიღაცეები ხო ანუ ეგეც კონკურენტი ყავს ჩვენ ხელფას ვერ მიცევთ იმ ხალხს. ხო მაგრამ ვილი სანიოლს როცა უნიშნავდით ეხლა იგივე დროება არ გვიდგას რა. კი მესმის ვილი სანიოლი დაუნიშნათ იმიტომ რომ პერსპექტივა ქონდა და მე ისეთები ილაპარაკა საფრანგეთში იმაზე რა ქვია პრესკონფერენციაზე რომ ლამის საფრანგეთის პასპორტი ჩამოართვეს იმას თავი დავანებოთ რომ გუნდა ეგრევე პრესკონფერენციის მერე ეგრევე exit აკაწერიაო და შეგიძლია გახვიდეო. exit როგორ არის ფრანგულო? exit ხო და ეხლა უკვე ეგ დროება აღარ არის რა. ეხლა რეალურად ისეთი მოთამაშეები ყავს ვისთან მუშაობაც ბევრ პერსპექტიულ და ბევრ ისეთ მწვრთნელს დაინტერესებს საინტერესო პროექტი შეიძლება იყოს. ანუ გაცილებით მარტივია ეხლა მწვრთნელთან კავშირზე გასულა, ვიდრე ის ვიფიქროთ რომ არა ეს ანუ რისკი იმდენად რისკი არ ახლავს საქართველოს ნაკრების ჩაბარებას ეხლა რა. ეხლა ყველაზე ეხლა განვიხილეთ ყველა. იმ ვარიანტზე თუ გამორიცხოთ სანიოს კონტრაქტი ეგ ჯერდა 27-მდეა კონტრაქტი. ხო, ეგ ნებისმიერ შემთხვევაში მე თავიდანვე ამბობდი რომ ეგ უნდა შეფასდეს ნოემბერში. და ნუ რა უნდა მოხდეს ახლა ნოემბერში ესპანეთს მოუგებთ? არა, უბრალოდ ანუ საბოლოო ანუ რაღაცა ეგეთი გავარდნები ხო აქ სანიოს ცემის პონჩი ვამბობ მე თო ეხლა რა გარდო სანიოლ რა აზრია. ეს და ხოლმე არ ვამბობ ნოემბრის მერე და ნოემბერში ამე შეგეცდა. არა, მე კი არ ვამბობ რომ აზრ შევიცვლი მეთქი, უბრალოდ ჩავამთავრებინოთ ამ კაც ისი ციკლი, სოფლიო შესარჩევი, ჩამოვართოთ ხელი, ჩემი აზრით ეს სწორი იქნება და გადავიდეთ ახალ ეტაპზე. სანიოლ რო გავუშვათ და მისი შტაბის წევრი რო დავტოვოთ ის ალჟირელი თუ მაროკოელი ან მაგალითად სურაბ ხიზანიშვილი, თუ ხო აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ის იმ სისტემაზეა ნაკრები, რაზეც ეხა აქამდე ვიყავით და ჩემი აზრით უმჯობესი იქნება რომ მაღალი დონის სპეციალისტი მოვიყვანოთ, ვიჩალიჩოთ ყოველ შემთხვევაში და ვეთანხმები იქას რომ საერთოდ არ ჟღერს საქართველოს ნაკრების ცვლილება ეხლა ცუდად. დაგვიწერეთ თქვენი ვარიანტები, რას ფიქრობთ და მადლობას გეტყვით იმ ხალხს პრინციპში, ვინც ჩვენთან ერთად იყავით მთელი ამ რამდენი თითქმის 1 საათზე მე მგონი ავედით. განმავლობაში მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, შეძლებს იარა და სურვილის სამებს შეგიძლიათ გამოყვეთ სხვა სოციალურ ქსელებში, ყველაფრის ლინკი არის აღწერაში და პრინციპში მადლობა უთხრათ სახელოსნოს კიდევ ერთხელ და მადლობა ლუის, მადლობა ლუი. იქეთ კვირაში ვხვდებით, მე მგონი ჩემპიონთა ლიგაზე, ხო, ეგრეთ დავგეგმეთ, რადგან ნაკრებები დაგვემთხვა სავარაუდოდ ორშაბათს არ ჩავწერთ გადაცემას და ჩავწერთ ლიგის შემდეგ, იმიტომ რომ იქეთ კვირაში გვაქვს ჩემპიონთა ლიგა. ეგ მომენტი ჩატში გამოვჭრა. კი ბატონო, მადლობა ყურადღებისთვის და წარმატების საქართველოს ნაკრებს აუცილებლად. კიდე ერთ რაღაცას დავამატებ, რომ ჩვენც აი და რაღაც ტვინში ბევრი რაღაც გვიტრიალებ და ბევრი რაღაცა ვთქვით, კიდე ბევრი რაღაცის თქვა გვინდა. ნამდვილად. ეხლა აქედან რო გავალთ, კიდე აუცილებლად გვექნება ის შეგრძნება, რომ აუ ეს რატო არ ვთქვი. აი ეგ იდეები რაც არის, ეგენიც გითხარით და რა ვიცი შეიძლება 4 შაბათამდე კიდე ერთი გადაცემა ჩავწეროთ ამ თამაშებზე. ხო, კომენტარები მიუხედავად გარდა იმისა, რომ ვითვალისწინებთ და ვკითხულობთ, პლუს ამას გვეხმარება, რომ გვეხმარება წინსვლაში, ასე ვთქვა და პროგრესში რა. მოკლედ, მადლობა კიდევ ერთხელ და შევხვდებით ძალიან მალე, მანამდე კი წარმატებულ შაბათ კვირას გისურვებთ. დროებით.